ფინეთში ICE პაქტის ფარგლებში პირველი კანადური ყინულმჭრელის მშენებლობა დაიწყო. ფინეთს ეს პროექტი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადასთან სამმხრივ პარტნიორობაში დაეხმარება. ყინულმჭრელის მშენებლობის პროექტს შემოკლებით ICE პაქტსაც უწოდებენ. ამ პაქტის ფარგლებში ოთხშაბათს ფინეთში აშენებული პირველი კანადაში მიმავალი ყინულმჭრელი გემის Polar Max-ის ფოლადის ჭრის ცერემონია გაიმართა. კანადის თავდაცვის მინისტრი სტეფენ ფური ამბობს, რომ კანადა სანაპირო დაცვას სამხედრო სფეროში ჩართავს და ჩრდილოეთს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს. ჩრდილოეთში ყოფნის მრავალი მიზეზი არსებობს. იქ ყველანაირი ბუნებრივი რესურსია. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს არჩევამდე მივიღეთ. თქვენ იცით, რომ კანადა ერთადერთი არ არის, არსებობს ბევრი არქტიკული ქვეყანა. ჩვენ ვაფასებთ ჩრდილოეთის შესაძლებლობებს და გვინდა ეს ბუნებრივი რესურსები ავითვისოთ. ფინეთის გარდა კიდევ ერთ ასეთ ყინულმჭრელ გემს ვანკუვერშიც ვაშენებთ და ვნახოთ, დააკმაყოფილებს თუ არა ჩვენს საჭიროებებს. თუ მეტი დაგჭირდება, მეც ავაშენებთ. ყინულმჭრელის კორპუსი ჰელსინკის გემთსაშენ ქარხანაში აშენდება, რომელიც კანადურმა გემთმშენებელმა კომპანია Daewim რუსეთის საკუთრებაში არსებული Algador Holdings-გან 2023 წელს შეიძინა. შემდეგ კორპუსს კანადაში გადაიტანენ, სადაც გემის მშენებლობა კვებეკის შტატის ქალაქ ლევისში არაუგვიანეს 2030 წელს დასრულდება. კვებეკის ეკონომიკის მინისტრმა კრისტოფერ სკიტმა ხაზი გაუსვა ახალი ყინულმჭრელის მშენებლობაზე თანამშრომლობის სარგებელს. ფიქრობ საქმე იმაში, რომ კვებეკი და ზოგადად კანადა ამჟამად დიდ ინვესტიციებს დებს ნატოსთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად. ჩრდილოეთი სულ უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება, იქ სულ უფრო და უფრო მეტი მეტოქეობაა და ამიტომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ჩვენი სუვერენიტეტის დასამტკიცებლად. ამ ყინულმჭრელი გემის ინვესტიციის პირდაპირ შედეგი ათასობით სამუშაო ადგილი იქნება. ამ ეტაპზე რუსეთს გაცილებით მეტი ყინულმჭრელი გემი ჰყავს, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადას. ICE პაქტის მთავარი მიზანია გააძლიეროს თანამშრომლობა პოლარული ყინულმჭრელის და სხვა გემების წარმოებაში ამერიკის შეერთებულ შტატებს, კანადასა და ფინეთს შორის.